დიდი მადლობა ბენს და მოგესალმებით ვანოს შოუ მთავარი იუმორისტული შოუ მთავარ არხზე. ვიწყებ ძალიან საინტერესო თემების საუბარს. როგორც ვიცით, აქციამ თავისუფლება მიშას უფრო მასშტაბური და მძაფრი ფორმა მიიღო. ნაციონალური მოძრაობის ოფისში 300-მდე პოლიტიკოსმა, აქტივისტმა და რიგითმა მოქალაქემ დაიწყეს შიმშილობა. შიმშილობა მოგესალმებით პროტესტის რადიკალური ფორმა, მაგრამ შვიდობიანი ფორმა. შიმშილობასთან დაკავშირებით მაგალითად შუა სისტემას მაინც მოახერხეს საკუთარი ვითომ ნეიტრალური პოზიციის დაფიქსირება. აი მაგალითად ასეთი პოზიცია ჰქონდათ მაგალითად აი შიმშილობა რა საჭირო იყო სხვა რამე ვერ მოიფიქრეს აუ ისე მართლა დავიღალეთ პროტესტის ასეთი ფორმებით რა კაცო რაღაც რო შიმშილობა კარგით რა ხო შეიძლება მაგალითად აი რუსთაველზე გამოვიდეს ოპოზიციას და ხელისუფლებაც და უბრალოდ პოზიტივები გაცვალონ ესეთი კომენტარებიც იყო. ისე სადღაც ეს შუა სისტემი მართლები არიან, იცით, შიმშილობა ხო ისედაც არის ქვეყანაში და ესეთი ხო ტელევიზორს არ უყურებენ და სხვა ხედვა აქვთ საერთოდ მიხვდით რა შესაძლოა. ისე მართლაც რაღაცა სხვა არის მოსაფიქრებელი მეც რო დავფიქრდი, ხო? აი რაღაცა საჭირო არის სხვა რაღაც. აი მაგალითად იყოს მაგალითად პროტესტი აი საგამოფენო დარბაზებში რო იყოს პროტესტები, აი პერმანენტული, თან ხელოვნების ნიმუშებიც ნახოს ხალხმა და თან მთავრობის დასასრულის დასაწყისზე ილაპარაკებენ ლიდერები პორტვეინით ხელში. ცოტა რაღაცა კრეატიული აზრებიც კარგია, ხო? აი რომ დაადიხარ და რაღაცა მთავრობის დასასრულის დასაწყისზე რო ფიქრობ, აი ესეთი კარგი იქნება. ამ 300 კაცის შიმშილობით მე ვიცი რა აქვს ამათ ჩაფიქრებული ნაციონალებს გაშიფრული მაქვს ყველაფერი. ამათ უნდათ ქვეყნის აყვავებული ეკონომიკა წელში გადატეხონ. როგორ გეტყვით ახლა? 300 კაცი იწყებს შიმშილობას. თან როდის? წინა საახალწლოდ. დააკვირდით ახლა უკვე გადახარშეთ თქვენ ტვინებში. ესე იგი 300 გლეხი ვეღარ გაყიდის 300 ბრთა ქათამს და 300 გოჩს, რომელიც აი ამ 300 კაცს უნდა ეყიდა, რომელიც შიმშილობს. შესაბამისად, თანხა, რომელიც უნდა გადახდილიყო და მისულიყო გლეხებამდე, აღარ შემოვა მიმოქცევაში. ამ გლეხმა რა უნდა ქნას? ხო სჭირდება საახალწლოდ ფული. გამოიტანს სესხს, მაგრამ სანამ ამ სესხს გამოიტანს, ხო სჭირდება საჭმელი. ხო და თვითონ შეჭამს აი ამ გოჩს და ქათამს, თვითონ შეჭამს. ანუ რა გამოდის? იღებს ფულს ბანკიდან, გოჭი რომლითაც ეს ფული უნდა გაისტუმროს, უკვე შეჭმულია. ესე იგი რა მოხდა? მიმოქცევაში შემოვიდა ზედმეტი ფულის მასა. რაც ავტომატურად ნიშნავს ინფლაციას. აი სად დაარტყეს ქვეყანას აი ამ ნაციონალებმა, აი ამ ვერაგებმა. თქვენ მოისმინეთ ოცნების წევრების მიერ შიმშილობის აქციზე გაკეთებული ყველაზე სერიოზული და კარგად ნაფიქრი კომენტარი, რომელსაც უახლოეს მომავალში შემოგთავაზებენ. მე უბრალოდ წინასწარ გითხარით ეს ყველაფერი. ასეთ პროცესს არ ელოდნენ მთავრობაში, რადგან რამდენიმე დღის წინ საუბარი დაიწყო საყოველთაო შერიგებაზე, რომელსაც სათავეში ჩაუდგა პრეზიდენტი. ქოცებს იმედი აქვთ, რომ სალომე მიშას არ შეიწყალებს, არადა ერთადერთი მიშას თავისუფლების შემდეგ შეიძლება მოხდეს დიდი შერიგება, თორემ სააკაშვილი თუ არ შეიწყალა სალომემ, მაგ შემთხვევაში დიდი ფრიდონ ინჯიას თუ შეურიგდება სალომე ზურაბიშვილი. აი ალბათ აი ეს ვერსია, აი აქამდე ფრიდონ ინჯია და მეორე არის ზილფიმიანი. შერიგებაზე ყველა მხარე ალაპარაკდა, ყველას უნდა შერიგება, უბრალოდ ყველას თავისი პირობები და მოთხოვნები აქვს. მაგალითად, ერთადერთი ვინც შერიგების კატეგორიული წინააღმდეგია, ყველას უნდა შერიგება პოლიტიკურ სპექტრში. ერთადერთი ვინც კატეგორიული წინააღმდეგია შერიგების, ეს არის არც მეტი, არც ნაკლები საპატრიარქო. წინადადებას ხო მიხვდით ახლა. ესეთი პაუზა გავაკეთო, რომ შერიგების წინა, ესე იგი ვინც შერიგებისკენ, შემწყნარებლობისკენ და სიკეთისკენ უნდა მოგვიწოდებდეს, ისინი არიან წინააღმდეგი. ისე ერთი გადახედვა სახარებასაც უნდა გადავხედოთ, ამათ რამე არ ქონდეთ ჩამატებული იქ, იმიტომ რომ აქამდე მტრობაზე, შურისძიებაზე და სიძულვაზე იქ არაფერი ეწერა ძვირფასო მეგობრებო. ფაქტიურად ამ შერიგებაზე თვითონ ღმერთი თანახმა, მაგრამ საპატრიარქოს ვერაფერს უხერხებს. აი ეს ამბავი აქ. მიწევს ესეთ რაღაცებზე საუბარი. ისე რა უცნაური ქვეყანა ვართ, ერთი წლის წინ კაცმა 9 მილიონი წაიღო ბანკიდან ბადრი ესებუამ და ის მიუტევა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ისე გომელაური უფრო მეუფე გამოდის, მიხვდი, ვიდრე ესენი.
კი მოუხდებოდა გომელაურს მეუფეობა. მეუფე არხეინა. ანუ ეხო არხეინა ministrია უდარდელა. მიხეილ სააკაშვილის გდანის ციხეში მოტყუებით გადაყვანის კადრების გასაჯაროებას იმხელა კრიტიკა მოყვა არასამთავრობო ორგანიზაციები და დასავლელი დიპლომატებისგან, რომ იუსტიციის მინისტრი იძულებული გახდა თავი ემართლებინა. მოვისმინოთ როგორ გააправა რატი ბრეგაძემ ეს კადრები და მასზე ასახული ძალადობა. ნახოთ ვიდეო. კარგად დაინახავს უყველა იმ კადრებში, რომ მისი ასე ვთქვათ თითო კიდური ეკავა თითო თანამშრომელს იმისთვის რომ ის არ დაზიანებულიყო და ამ ფორმით შეყავდა. ესე იგი მიხვდით რაში მისი თითო კიდური ეკავა თითო თანამშრომელს რომ არ დაზიანებულიყო, აქვია მესამე პრეზიდენტი. ხო, აი ძალიან მოკრძალებულად მიათრევდნენ მესამე პრეზიდენტს. მე რასაც უყურე, რეალურად სიმართლე რო გითხრათ, მე რას შევინახე, ხელებიც კი არ ქონდათ მოკიდებული, პინცეტებით ჰქონდათ აყვანილი. მესამე პრეზიდენტი რომ არ ყოფილიყო რაიმე ძალადობის მსგავსი და ასე მიყავდათ, კი არ მიათრევდნენ. ფრინავ ხალიჩაზე იწვა ქვემოთ. და რო ესე რო ძირს ვარ ეხო ხიალა და ისე აქვია მიფრინავდა გდანის საკნამდე. რა ძალადობა, რის ძალადობა? ეს იყო ყველაზე კომფორტული შეთრევის სასიამოვნო აქტი. მე ასე ვფიქრობ. მე ამ ვიდეოში ერთი პოლიციელი შევნიშნე, რომელიც ასე მისდევდა მესამე პრეზიდენტს უკან, ასე მისდევდა, ესე ქონდა ხელები. იცით რატომ? ერთი თმის ღერიც რო არ ჩამოვარდნოდა მიშას. და თუ ჩამოვარდებოდა, ეს დაიჭერდა და დაუბრუნებდა მერე აი ესეთი ის ქონდათ. რა ძალადობა, რის ძალადობა. ბატონ ბიძინას ვთხოვთ, მინდა ვთხოვო, რომ იქნებ ეს რატი ბრეგაძე დაგვინიშნოთ პრემიერ-მინისტრად. აშკარად იმსახურებს კაცი, ჩვენ ხომ მივეჩვიეთ უარესების დანიშვნას. და ეს კაცი არის დღევანდელი პოლიტიკურ სპექტრში ერთადერთი, რომელიც კობახიძეზე და ღარიბაშვილზე უარესია. სხვა უარესი ჯერ არ ჩანს, ვირფასო მეგობრებო, მოკლედ უარესებს შორის ღირსეული უარესია, მინდა გითხრათ და ალბათ ეკუთვნის ჩვენს ქვეყანას ესეთი პრემიერ-მინისტრი. ნუ პრემიერ-მინისტრმა საახალწლო მიღება გამართა, სადაც მიწვეული ჰყავდა მინისტრები, ოცნების წევრები, პოლიტიკოსები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ბატონ ღარიბაშვილი და ძალიან საინტერესო და ორიგინალური იყო ამ მიღებაზე ირაკლი ღარიბაშვილის ფოტოსესია. ნახოთ ფოტოები და თქვენ თვითონ მიხვდებით რაში მდგომარეობს ორიგინალურობა. მე გაჩვენებთ ახლა სხვადასხვა ფოტოს, სხვადასხვა ადამიანებთან არის გადაღებული მარტო ღარიბაშვილი გვაქვს მოჭრილი. ნახოთ. თითქმის ყველა ფოტო ერთ პოზაშია გადაღებული. აი როგორი ეფექტია, იცით, აი ასაკიანი ადამიანების Facebook-ზე რო შედიხარ და ერთი და იგივე ფოტო რო ძალიან ბევრჯერ აქვთ ატვირთული პროფილის ფოტო, ხო გინახავთ. გადადიხარ და რო არ ამთავრდება ერთი და იგივე ფოტო რო აქვს ატვირთული, აი ესეთი სურათი იყო ბატონი ღარიბაშვილი. ნუ ამ ფოტოებს თუ კარგად დავაკვირდებით და სწრაფად გადავალთ ერთი ფოტოდან მეორეზე და პირის მოძრაობას დავაკვირდებით ბატონი ღარიბაშვილის. ანუ ერთი ფოტოდან მეორე ფოტოზე როგორ იცვლება პირის მოძრაობები, ბოლოში თუ ამოვხდით, მივხვდებით რომ როგორ უხდის მადლობას ბატონ ბიძინა ივანიშვილის ფოტოების მიხედვით. ესე ფათაშორის ამ დღეს წარმოთქვა პრემიერ-მინისტრთა ისტორიული სიტყვები თავს არავის დაუხრით, მაგრამ არც ზემოდან არავის უყურებთო. ხედავთ როგორი პრინციპულია ირაკლი. თავს არავის უხრის, პრინციპში მართალია ისია მოჭებული, თავი რო დაუხარო შეიძლება ტყავი გაზრეს. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის პოსტს, ამბობენ რომ ირაკლი ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ ტიკარაძე გახდება პრემიერ-მინისტრიო. ტიკარაძე, ესე იგი პრემიერ-მინისტრად ტიკარაძე. არა რა არ უხდება ეს ინტონაცია ტიკარაძეს და არც წასვლაზე უხდებოდა და არც დანიშვნაზე არ უხდება რა ტიკარაძე. რავი, ტიკარაძე შეიძლება გახდეს პრემიერ-მინისტრი. გახდეს და გახდეს რა გავაკეთე ახლა მე რა ვიყო რა ტიკარაძე ეგეც არ მყავდეს ბიზნე ივანიშვილი რა. ესეთი მარტივად რომ არ უხდება ამ ხას რა ვქნათ.
ტიკარაძის გაპრემიერება იქნება ყველაზე ორიგინალური ცვლილება ქვეყნის ისტორიაში, რადგან ეკატერინე ტიკარაძე იქნება პირველი სტომატოლოგი, რომელიც პრემიერ-მინისტრი გახდა, ხოლო ბიძინა იქნება პირველი ადამიანი, რომელსაც ქვეყნის პირველი პირი კბილს დაუპლომბავს. ისე ხედავთ, როგორი სტრატეგი გამოდგა ტიკარაძე. მაინც სტომატოლოგი რო არის, დაუკვირდი ძვირფასო ტელემაყურებლებო, მთავრობის სხდომაზე შენიშნა შავი ლაქა და მიხვდა, რომ კარიესი დაწყებული იყო. ახლა გააკეთა გაუტკივარება და რამდენიმე დღეში მოაძრობს ღარიბაშვილს სიბრძნის კბილივით. რა ვქნა, არც ეს სიმძაფრე უხდება ამ ტიკარაძეს, რა გავაკეთო, რა არ უხდება რა უყო ხა ვერანაირად ვერ მიუდექი რომ რაღაცნაირად გამოაცხადო. მოდი წინა საახალწლო სიურპრიზებზე გადავიდეთ ძვირფასო მეგობრებო. მოულოდნელი საჩუქარი თბილისის მერიისგან. გილოცავთ მეგობრებო, განსაკუთრებით მათ, ვისაც ავტომობილი არ ყავთ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გზავრობთ. აქამდე თუ 50 თეთრი და ავტობუსით გზავრობა, პირველი თებერვლიდან გზავრობის საფასური გახდება 1 ლარი. მაგრამ ამ 1 ლარად შეგიძლია 90 წუთი იმგზავრო. მე ვფიქრობ, რომ მერიამ კი არ გააძვირა მგზავრობა. უბრალოდ ეს სამსახურები წელავენ უაზროდ სამუშაო დროს. საათნახევრიან სამუშაო დღეზე თუ გადავალთ, მაშინ ადამიანის სახლში დაბრუნებასაც ასწრებს ამ 1 ლარად. მივხვდით რა შეასაქმე და ამ შემთხვევაში არაფერიც არ ჯვირდება. მე ესე თუ დაუკვირდებით. თბილისის მერია გვთავაზობს სამგზავრო ბილეთების სხვადასხვა პაკეტს, მაგალითად 90 წუთიანი ბილეთის ღირებულება იქნება 1 ლარი, 1 თვიანი 40 ლარი, 6 თვიანი 150 ლარი, 1 წლიანი 250 ლარი. ერთი სიტყვით ისეთი სისტემა მოიფიქრეს, რომ თითო მგზავრს ავტობუსში ასვლისას თითო ბუღალტერი უნდა დაყვებოდეს, რომ გამოიანგარიშონ. რა უჯდებათ გზავრობა. ბევრმა თქვა 250 ლარი წელიწადში ძალიან ძვირიაო. მე ვფიქრობ პირიქით ძალიან იაფია კაცო. 250 ლარი წელიწადში რა სამობთ ხალხო? მე კაცი ვიცი მაგ ავტობუსები დღეში გააკეთა 60 მილიონი და წელიწადში 250 ლარი აღარ არის, კაცო აღარ გისურს ავტობუსის ბარათი. კარგით რა, ხალხსაც მინდა მიმართო. კარგია კახი, მომწონს. ინოვაციები ძალიან მომწონს. ამანას თუ არ გაამართლა და ვერ გაიმართა მერია წელში, ბიტკოინებზე გადავიყვანოთ გზავრობა. პენსიონერს ბარათზე კრიპტოვალუტა თუ არ ექნება, საერთოდ არ აუშვათ ავტობუსი. რა უნდა ავტობუსში პენსიონერს ბიტკოინი თუ არ ქონა მიდებისას. ეს ყველაფერი არ არის, მორიგი სიურპრიზი თბილისის მერიისგან. საახალწლო კონცერტებზე მერიამ ყველა ის მომღერალი ჩახსნა, რომელმაც სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე მოაწერა ხელი. იმდენი მომღერალი ჩახსნეს, რომ 31-ში მე მგონი მარტო თემურ თათარაშვილი და ფორტე გამოდის 6 სიმღერით. და შეიძლება აჩი მეფარიძეს ამღერონ ორი სიმღერით თუ რაღაცა, რა ვიცი, ღმერთმა ჯანი მისცეს მაგაც. რა ვიცი კაცო, რა და ამ საკში რავდეს უძლებს და რო დახტუნაობს ამ ხელაგაცი ჯანმრთელობა მისცეს ღმერთმა და კარგად იყოს და რა ვიცი, დიდხანს იცოცხლოს. რა ვიცი, თუ შეძლებს კიდე და შეარგოს ის ჰონორარი, რასაც აიღებს. მოკლედ მეგობრებო, საახალწლო კონცერტზე არ იქნებიან ისეთი მომღერლები, როგორებიც არიან ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი, გიორგი უშიკიშვილი, ნინო ქათამაძე და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ არ მოიწყინოთ ხალხო. მიუხედავად იმისა, რომ საახალწლო კონცერტებზე ბევრი კარგი მომღერალი არ გამოვა, ჩვენ მაინც უნდა მოვიკრიბოთ ზალა, შევიქმნათ კარგი განწყობა და ბედნიერი ღიმილი ვარ იგოთ გზად. დიდი მადლობა ჩვენ შოუმიზგან და აფორმეთ ბენდით ამონალე გვერდით.